სანამდე გადავიდოდეთ კიდე განსხვავებული ფორმულების ახილვაზე, რომლებიც დამოუკიდებელი სამუშაოების სახით ექნებათ მოცემული, მანამდე გავიმეორებთ მიღებული შედეგები, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერულ ასტრონომიაში და მიღებული შედეგების შემდგომ უკვე გავაკეთეთ საბოლოო დასკვნები გამოსადეგი ფორმულების შესახებ. გახსოვთ, რომ ჩვენ ავიღეთ R რადიუსიანი ამონაჭედი რაღაც კონკრეტული ასე ვთქვათ ფორმულად დავარქვათ პირამიდიდან, რომლის აწვეროსთან მდებარე კუთხეები არის მარტი. მართკუთხა წვეროვანია ზემოთ. ასეთი სურათი ავიღეთ რეზუმეს სახით. შემდგომ ამან ჩვენ მოგვცა საშუალება დაგვეწერა კოსინუსების თეორემა ED მონაკვეთისათვის EAD სამკუთხედიდან და OED სამკუთხედიდან, სადაც ცხადია საჭირო კუთხე არის ABD პირველ მათგანში, მეორე მათგანში საჭირო კუთხე არის O-სთან მდებარე მისი მოპირდაპირე კალის ზომა A პატარა. და მივიღეთ რა შესაბამისი ფორმულები, ისინი გავუტოლეთ ერთმანეთს, გნებავთ გამოვაკელით ერთმანეთს და მივიღეთ ახალ გრძელი უსაშუალო ფორმულა. რომელშიც თითოეული მათგანი OD, OE განმარტებების თანახმად, ჩვენ კოსინუს B განმარტებთ, კოსინუს C ელემენტარული განმარტებები გავიხსენებთ და მართკუთხა სამკუთხედებთან შეფარდების სახით ჩავწერეთ. ამიტომ ესენი გამოისახა R-ისა და კოსინუს B-ს, R-ისა და კოსინუს C-ს საშუალებით. ასევე პირდაპირ პითაგორას თეორემით ვიპოვეთ პირველი ორი წევრის სხვაობა R² აღმოჩნდა, აქეთ წყვილისაც აღმოჩნდა R². ხოლო AD და AE ტანგენს B და ტანგენს C-ს განმარტებები დავწერეთ და იქიდან გამოვიყვანეთ. შესაბამისად, შეტანილი გამოსახულებებიდან ყველა წევში დაჟდა R², რომელიც ასევე შეიკვეცა და საბოლოო ჯამში დაგვჭა კოსინუსების თეორემა. კოსინუსების თეორემა ესეჭრებს გვერდის კოსინუსი, ტოლია დანარჩენი ორი გვერდის კოსინუსების ნამრავლს დამატებული ამავე ორი გვერდის სინუსების ნამრავლი გაბრავლებული მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსს. შემდგომი მომენტი კოსინუსების თეორემა ჩავწერეთ სხვა გვერდისთვისაც, თქვათ B გვერდისთვის და მე კოსინუს A-ს ნაცვლად შევიტანეთ მთელი გამოსახულება, რომელმაც მოგვცა პატარა გარდაქმნების შემდეგ ახსენეთ ხელი გადავიტანეთ მივიღეთ გამოსახულება და შემდგომ ამისა უკვე სინუს C-ზე შეიკვეცა მთელი გამოსახულება, რამაც მოგვცა 5 ელემენტის ფორმულა. ეს რაღაც გარკვეულწილად წინ გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ რომ უკვე აქ არა 4 ელემენტი ერთმანეთთან დაკავშირებული კონკრეტული სამკუთხედიდან, არამედ 5 ელემენტი, ამათგან 3 გვერდი და 2 კუთხე. ჩვენ თანდათანობით გავართულებთ ამ საკითხს, მაგრამ თავარი იდეა რაში მდგომარეობს, ჩვენ აი პირველი ფორმულიდან, რომელიც ხოდა მიღებული, კოსინუს A განსაზღვრეთ. ჩავწერეთ, ავიყვანეთ კვადრატში, ერთს დავაკელით მთელი გამოსახულება, რაც მივიღეთ აქ დავწერეთ. მიღებულ გამოსახულებაში იმისთვის რომ მაქსიმალურად სიმეტრიული აღმოჩენილი გამოსახულება შეგვიძლია ყველაფერი გავყავით სინუს კვადრატ A პატარაზე გვერდის კვადრატს. და ფრჩხილების გახსნის შემდეგ თქვენ დააფიქსირებთ ძალიან ლამაზ სიმეტრიულ გამოსახულებას, აი ესეც, რომელშიც ყველაფერი ისეთნაირად შედის, რომ ესენი კვადრატებია, აქ კიდევ დადებითი წევრი გვაქვს და ძალიან ლამაზი და კარგია. ანალოგიური ამოხსნით მიღებულობთ B გვერდისა და B კუთხის მიმართაც იგივე გამოსახულებას ზუსტად იგივეს და ასევე C გვერდისა და C კუთხის მიმართ. ესეც შეიძლება დამატებით სამუშაოში იქნას შესრულებული. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მასთან ახალებით ტოლია ახალმაგდინა ზუსტად და იგივეა და ვღებულობთ სინუსების თეორემას, რომელიც ესეჭრებს, რომ გვერდის სინუსის შეფარდება მისი მოპირდაპირე კუთხის სინუსთან მუდმივია. თავისთავად მისი ერთ-ერთი შედეგია, რომ გვერდის სინუსი შეფარდებული მეორე გვერდის სინუსთან, იგივე რაც პირველი გვერდის მოპირდაპირე კუთხის სინუსი შეფარდებული მეორე გვერდის მოპირდაპირე კუთხის სინუსთან. ამით ჩვენ ძირითადი გამოსახულებები მივიღეთ. თავარი იდეა რაში მდგომარეობს, რომ ამაზე ართავდება სფერული ტრიგონომეტრიის ძირითადი ფორმულები, რომელიც აი უკვე სრული სახით აქვს მოცემული. დააკვირდებით ზუსტად ის კოსინუსების თეორემა გვერდის, აი მესამეს გავყოლენ ეს არ გინახავთ, გვერდის კოსინუსი ტოლია დანარჩენი ორი გვერდის კოსინუსების ნამრავლს დამატებული ორი გვერდის სინუსების გამრავლებული მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსზე. ანუ კოსინუსების თეორემა სამი გვერდისა და ერთ კუთხის შორის კავშირი. მეორე არის სინუსების თეორემა, ორი გვერდი და მათი მოპირდაპირე ორი კუთხე. აქ ლაბარაკი არის იმაზე, რომ ეს ფორმულა რაც საწერია მარცხენა მხარეს მიგაქცევინოთ ყურადღებას, ჩვენ ვიცით აი ეს გამოწერილი ფორმულა, რომ გვერდის სინუსი შეფარდება კუთხის სინუსთან, ტოლია მეორე გვერდის შეფარდება მისი მოპირდაპირე კუთხის სინუსთან და მესამე გვერდის შეფარდება მისი მოპირდაპირე კუთხის სინუსთან.
ასეთ გადაწერას აზრი აქვს, რომ სინუს a პატარა სინუს b დიდი უდის სინუს b პატარა სინუს a დიდი და ასეთნაირი ყველა კომბინაციის შეწერას აზრი აქვს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ანალოგიური გარდაქმნა გვექნება ზუსტად პირდაპირ ერთი ჩასმით ვებულობთ მეორეს და როცა კოორდინატთა სისტემებს შორის კავშირზე იქნება ლაპარაკი, იქ ეს იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი. ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე გასახილველად ის 5 ელემენტის ფორმულა, აგერ უკვე 5 ელემენტის ფორმულაში არ გაგიკვირდეთ, წინა შემთხვევაში 3 ვარიანტები არსებობდა, ამ შემთხვევაში უკვე 6 ვარიანტი არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა იდეა რაში ეს უნდა გამოვრიცხოთ ასე ვთქვათ, დამატებითი კითხვები, რატომ? რომ გვერდის სინუსი მრავლდებოდა მისი მიმდებარე კუთხის კოსინუსზე და მას აქვს ორი მიმდებარე კუთხე b და c. ანუ ორივეს მიმართ უნდა ჩაიწეროს გამოსახულება, ასევე სინუს b დანარჩენი ორის მიმართ და სინუს c დანარჩენი ორი კუთხის კოსინუსების მიმართ. აი ერთ-ერთი ავიღოთ ვთქვათ სულ ბოლო, გვერდის სინუსი გამრავლებული მიმდებარე კუთხის კოსინუსზე პოლი არის დანარჩენი ორი გვერდის, მათ შორის კოსინუსი იმ გვერდის, რომელიც კუთხეს უკვე გამოყენებული გვაქვს, მიმდებარე კუთხის მოპირდაპირე გვერდის კოსინუსი გამრავლებული დარჩენილი გვერდის სინუსზე. ამას დაკლებული შეტრიალებული გვერდის კუთხის მოპირდაპირე გვერდის სინუსი გამრავლებული ან მეორე გვერდის კოსინუსზე და გამრავლებული ამათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსზე. აი ეს წყობა შეიძლება უფრო მოსახერხებელი იყოს დასამახსოვრებლად, ვიდრე თქვათ აი წინა შემთხვევაში. ეს მომენტები ძალიან კარგი არის უკვე, მაგრამ ამაზე სულ იგივე რო ვთქვით, შევხედოთ კიდევ უფრო მნიშვნელოვან ფორმულებს. არსებობს დამოკიდებულება უკვე უფრო ბევრ ელემენტებს შორის, რომელშიც აი ხედავთ ერთ-ერთი ვარიანტი, კოსინუს a კოსინუს b დიდი. ანუ გვერდის კოსინუსი მიმდებარე კუთხის კოსინუსზე, ტოლი არის ამ გვერდის სინუსი გამრავლებული კოტანგეს მესამე გვერდისა, დაკლებული სინუს b, ანუ რომელიც კუთხეც იყო გამოყენებული, კოტანგეს c მესამე კუთხისა. ეს ცოტა უცნაური დამოკიდებულება და თუ თქვენ შეხედავთ აქ a პატარა მონაწილეობს, c პატარა მონაწილეობს, b დიდი მონაწილეობს, c დიდი მონაწილეობს. ანუ აქაც ძალიან უცნაური დამოკიდებულება არ გვაქვს b პატარა პირველ ფორმულაში და არ გვაქვს a დიდი პირველ ფორმულაში. ანუ რა გვერდისა და რა კუთხის მიმართაც იქნა დაწერილი ფორმულა, მისი მოპირდაპირე გვერდია თუ კუთხე, ისინი არ გვაქვს ერთად გამოყენებული. ანუ თუ კი ჩვენ რაღაცას ვიტყვით ერთი გვერდის კოსინუსი და მეორე გვერდის სხვა კუთხის კოსინუსი გვაქვს, ასევე არ გამოიყენება მათი მოპირდაპირე არც გვერდი, არც კუთხე. ანუ ეგ სინამდვილეში 4 ელემენტს შორის დამოკიდებულება არის. ზოგ შემთხვევაში ეს გამოსადეგია. მართალი გითხრათ, ზეპირად ბევრმა ეს არ იცის არც მე მათ შორის და თუ უბრალოდ დაემთხვა ყველაფერი და მჭირდება ეს მონაცემები, შეიძლება ჩავშვა ამოხსნა კიდეც. თუ არა და დიდი აუცილებლობა ამისი არ არის. მეორე იქვე სურათი არის უკვე, როდესაც არის კუთხის სინუსი და გვერდის კოსინუსი. ასეთ შემთხვევაში არის აი ამ გვერდი, რომელიც ვიხმარებთ, მისი მოპირდაპირე კუთხის კოსინუსია და მესამე კუთხე, ანუ სინუს c. მერე მათი შეტრიალებული და ყველაფერი ეს იმ გვერდის კოსინუსი გამრავლებული, რომლის გარშემოც არიან აქეთ-იქით არიან მიმდებარეები, არიან b და c კუთხეები. ახლა ამის დამახსოვრება ძნელია, ცხადია უბრალოდ უნდა იცოდეთ ეს ფორმულა და 6 ვარიანტად არის ჩაწერილი 1 და 2, იმიტომ სულ 6 არსებობს ეს ვარიანტი. იმიტომ რომ პირველი მათგანი დაიწერა გვერდის კუთხის გვერდის კოსინუსსა და მასთან მიმდებარე კუთხის კოსინუსზე, მეორე დაიწერა კუთხის სინუსსა და მასთან მდებარე გვერდის კოსინუსზე. არსებობს კიდევ კუთხეებთან დაკავშირებული ფორმულა, გავს რაღაცნაირად აი კოსინუსების თეორემა გახსოვთ ალბათ თქვენ, რომელშიც იყო გვერდი ნახმარი რაღაცნაირად და იყო ერთი კუთხე სულ და საერთოდ მონაწილეობდა სულ გვერდები, ხო? ვინაც ეს შეგვიძლია გადავამოწმოთ, აი კოსინუსების თეორემაში არის 1, 2, 3 გვერდი და ერთი კუთხე მხოლოდ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კოსინუსების თეორემის მსგავსი, ოღონდ უფრო ლამაზი მე რომ ვკითხოთ ფორმულა, სადაც გამოყენებული არის ურთიერთობა დამყარებული კუთხეებთან, ყველა სამივე კუთხესთან და დამატებით თანამამრავლად შეტრიალებულ გამოსახულებაში უკვე ბოლო წევში ზის
იმ გვერდის კოსინუსი, რომელიც კუთხის კოსინუსსაც ვითვლით თავიდან. ამიტომ გვერდის კოსინუსი, ბოდიში კუთხის კოსინუსი თოლია უარყოფითი ნიშნით ორივე განარჩენი კუთხეების კოსინუსების ნამრავლს დამატებული ამ ორი კუთხის სინუსების ნამრავლი გამრავლებული მიმდებარე გვერდის, რომელთანაც არსებობს კუთხე, მიმდებარე გვერდის კოსინუსი. ანუ ესეც კოსინუსების თეორემის მსგავსი, ოღონდ უფრო ესეთი დახვეწილი ფორმულაც კი არის ბოლო მნიშვნელოვანი კიდევ ურაცაღები ფორმულა, ეს არის კოლონის ფორმულა, ანუ კავშირი 6 ელემენტს შორის. ანუ ამ შემთხვევაში დამოკიდებულება არის ყველა ფერს შორის. იდეა რაში მდგომარეობს? გახსოვთ, აი დამოკიდებულებები ჩვენ ნახეთ, როდესაც გვერდები მონაწილეობდა და კუთხის კოსინუსი. ნახეთ ასევე, რომ კუთხეები მონაწილეობდა და გვერდის კოსინუსი. აი ესე ამათ შორის რაღაც გარკვეული თანაფარდობის დაკავშირების საშუალება აღმოჩნდა და დასამახსოვრებლად არის ძალიან ადვილი. ხო, ძალიან რთულია რომ შეხედათ ერთი შეხედა. მაგრამ დასამახსოვრებლად არის ძალიან ადვილი. ანუ როგორ არის? ორი გვერდის სინუსების ნამრავლს დამატებული ამ ორი გვერდის კოსინუსების ნამრავლი მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსი უდრის. რომელი გვერდებითაც დავიწყეთ? მისი მოპირდაპირე კუთხეების სინუსების ნამრავლს დაკლებული ამ კუთხეების კოსინუსების ნამრავლი გამრავლებული იმ გვერდის კოსინუსი, რომლის გარშემოც არის ეს ორი კუთხე. A, B და C საშუალებით ეს კიდევ უფრო ადვილია დასამახსოვრებლად. ანუ გვერდის სინუს A, სინუს A პატარა, სინუს C პატარა დამატებული კოსინუს A პატარა, კოსინუს C პატარა, კოსინუს B დიდი უდრის სინუს A დიდი, სინუს C დიდი მინუს კოსინუს A დიდი, კოსინუს C დიდი, კოსინუს B პატარა. ანუ ზუსტად შეტრიალებულია ყველაფერი. ერთადერთი ის არის, როდესაც თქვენ დაწერთ ახასნაირად გვერდების მიმართ დაწერილ სამი გვერდის ერთი კუთხის ფორმულას, ის უდრის სამი კუთხისა და ერთი გვერდის ფორმულას რაღაცნაირად ოღონდ შუაში მინუს ნიშნით. ადვილი დასამახსოვრებელია ძალიან. კოლონის ფორმულა არის ძალიან სასარგებლო, ასე ვთქვათ, რადგან ყველაფერს შორის კავშირს ამყარებს. და თუ კი თქვენ რაიმე ცოტათი ეჭვით იცით, რომ რაღაცა მონაცემ შეგიძლიათ კოლონის ფორმულით უკვე ის გაასწოროთ. დანარჩენი 4-5 მონაცემი თუ იცით, უკვე მე-6-ს ან გაზომვით, ან უკვე გამოთვლით, ესნაირად ადარებთ და შეგიძლიათ ბევრი რამის შემოწმება. ისე ცხოვრებაში მაინც ის ძირითადი ფორმულები გამოიყვანება და ხშირ შემთხვევაში ასტრონომი, როდესაც წერს კონკრეტულ გამოსათვლელ ფორმულას კონკრეტული ამოცანისთვის, თავის დაუნებურად რომელიმე ამათაგანსაც იყენებს. მაგრამ ის გამოყვანის პროცესში დგება აქტუალური. ის რასაც ჩვენ არ შევეხეთ ამ საკითხში, ამ ლექციის დროს იყო სხვადასხვა ტიპის სამკუთხედები თუ ოთხკუთხედები. იმისთვის რომ ვიჩვენოთ რა მარტივი არის ეს ყველაფერი, აი გაიხსენეთ 5 ელემენტის ფორმულა A კუთხის მიმართ. მოდი ნახოთ სადმე ადვილად რო იყოს 5 ელემენტის ფორმულა, რომ აი A კუთხე იყოს გამოყენებული. მაგრამ სინუს A და კოსინუს B-ს რომ შევიდეს ერთ-ერთი ისეთი. აი პირველივე ვარიანტი. როდესაც თუ ავიღებთ ისეთ სფერულ სამკუთხედს, რომელიც ერთ-ერთი კუთხე 90 გრადუსთან არის ახლოს, ან თითქმის 90 არის, რას ნიშნავს ეს? კოსინუს 90-ზე ტოლი არის 0, ხო? ანუ ეს წევრი ქრება. ანუ თქვენ რჩებათ აი ეს გამოსახული. ანუ სინუს A კოსინუს B უდრის კოსინუს B სინუს C-ს. აი კოსინუს B სინუს C. აქედან თქვენ თუ სინუს B-ზე გაყოფთ თელ გამოსახულებას, აქეთ სინუს B-ზე გაყოფთ აი გამოსახულებას, ღებულობ კოტანკეს B უდრის სინუს C კოტანკეს პატარა B. ანუ თქვენ როგორ სიტუაციაში აღმოჩნდებით, ხედავთ, რომ აი ეს გამოსახულება უცბად გაძლევთ საკმარისად კარგ საშუალებას იმისა, რომ გადახვიდეთ ახალ პრინციპულ სხვანაირ დამოკიდებულებაზე. აქედან სინუს C-ზე დავტოვოთ ერთ ხარეს და გადმოვიტანოთ მეორე ხარეს კოტანგეს B, ანუ ტანგეს B გახდება, ტანგეს B შეფადებული ტანგეს B-დით და აღმოჩნდა სინუს C-ს ტოლი. ანუ 90-თან ახლოს როცა არის ერთ-ერთი კუთხე ან A კუთხე, მაშინ აღმოჩნდა, რომ
გვერდის ტანგესის შეფარდება მოპირდაპირე კუთხის ტანგესთან, თოლი არის დარჩენილი მესამე გვერდის სინუსის. ამ ძალიან საინტერესო კომბინაცია არის. უცბადი გადაიყარა ყველაფერი, დაგჭა ორი წევრი და აგერ მესამე, მაგრამ განა ჩვეულებრივ გეომეტრიაში ასე არ იყო. განა ჩვენ არ ქონდა იქ როცა მართლაც სამკუთხედისთვის განხილავდით ხოლმე კონკრეტულ ფორმულებს, როგორ მარტივდებოდა ისინი და როგორი დადებითი სასიამოვნო მოსახმარებდებოდა ეს ყველაფერი. ამიტომ მინდა გაითვალისწინოთ, რომ ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა. ამიტომაც არ განვიხილოთ ყველაფერი ესე დაძრულებით. ყველგან აი ესეთი მარტივი შესვლა ხდება, მარტივი გამარტივება ხდება, რომელიღაცა ფორმულიდან ამოვარდება მთელი წევრი გადავარდება და შესაბამისად დაეღებულოთ საბოლოო შექმნას. მე შევეცადე რამოდენიმე მაგალითი მეჩვენებინა, შეუძლებელია ასე ვთქვათ, პასტისა და ცარცის გარეშე და დაფის გარეშე ამ ყველაფერს ასე გამოყვანა, ამიტომ დანარჩენი კითხვები ან საინტერესო თუნდაც ამოხსნელი გამოყვანები, ამოცანები შეიძლება გადატანილი იქნას პრაქტიკულ მეცადინეობას. ამით ჩვენი დღევანდელი ლექცია ამთავრდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.